გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით როგორც ჩემს გამომწერებს, ასევე მათ, ვინც შემდეგში უყურებთ ამ ვიდეოს. გარკვეული სტატისტიკა მაქვს უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ რა ინტერესებთ ძირითადად ეხლა ყველაზე მეტი პატივისცემით, რა თქმა უნდა, ჩემს გამომწერებს მოვეპყრობი, მათგან დაწერილი კომენტარების მას რა ქვია მინიშნებას, ასევე რამდენიმე წერილიც მომივიდა ტელეფონზე და გარკვეული სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ ადამიანებს აინტერესებთ თავგადასავალი, კონკრეტულად ჩემი თავგადასავალი, იმიტომ რომ თავგადასავალი ადამიანს ყველა ადამიანს ხო არა აქვს, არა ეს ბედნიერება. ბედნიერება მგონია ისიც, ეხლა ყოველთვის ვამბობ, რომ ცხოვრება შინაარსს აძლევს, რაც მეტი ის გექნება სახიფათო თავგადასავალი უფრო მეტად. მერე უკვე სიბერეში ეს სახიფათო თავგადასავლები უკვე გახსენდება მშვიდად, უკვე კარგად გახსენდება, რაღაცას სწავლობ, რაღაცას გებულობ, რაღაც სიამოვნებას უფრო განიჭებ ჩემი აზრით და მე მინდა გითხრათ, რომ შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანს ერთგვარად სჭირდება კიდეც ასეთი თავგადასავლები. ეხლა არავინ დამწამოს იცით ცილი, რაც უცბად მომაგონდა სპონტანურად იმას გეტყვით და არავინ ათქოს, ახლა ეს კაცი მაინდა-მაინც ახლა ჩემი შემოქმედებას ვინც არ იცნობ და არ იცით, მე არანაირი იმისტი, ამისტი და ზოგმაიც ხოლმე რუსე თუმეო და ის არა ვყოფილი ვარ, მაგრამ რაც სპონტანურად გამახსენდა უცბად, ეს იყო მაქსიმ გორკი, რომელმაც მართალია ბოლშევიკებთან და იმასთან თანამშრომლობდა, მაგრამ ხო იყო რაღაც, ხო წერდა კაცო რაღაცას ისეც, რომ გულზე მოსახვეც მით უმეტეს, რომ მთელი სოფელი ამოწყდა და ის ერთი ბიჭი გადარჩა და რამდენი წვალება და წამება გაიარა. როდესაც პეტერბურგში მოხვდა, ერთხელ დაინახა ერთ-ერთ მოედანზე, რომ ის მაინდა-მაინც არა დიდ მწერალს ვიღაცას იუბილეს უხდიდნენ სადღაც მოედანზე და ლენინგრადში მე გარკვეული წლები ვიცხოვრე და კარგად ვიცნობ ამ ქალაქს და ვიცი ახლა როგორი და მაშინ ახლა წარმოდგენილი მაქვს დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო ძველი პეტერბურგი და ამ იუბილეს უხდიან ერთ-ერთ მწერალს ამ მოედანზე და ეს მაქსიმ გორკი დახეტიალობდა, ეხლა აღარავინ აღარ დარჩა ქვეყანაზე და მოეწონა ეს კაცის ეს პატივისცემით რო ეპყრობოდნენ ამ ადამიანს და როდესაც ეს ცერემონია დამთავრდა, მივიდა მასთან ბოდიშის მოხდით უთხრა, შეიძლება რომ გაიგო რომ წერალია, მეგე და მაშინ პატარა იყო, ბავშვი იყო ფაქტიურად და უთხრა რომ ერთი რამ მინდა გთხოვოთ, რა არის შვილო, მან უთხრა და შეგიძლიათ მასწავლოთ მწერლობაო? ამ კაცს ცოტა უცნაურად ესმა მისი თხოვნა გესმით, აი წარმოიდგინეთ ეს ჩამოძონძილი, გაუბედურებული ახალგაზრდა ბიჭი რას ასთხოვს ამ 60 წლის კაცს რა და თან მწერალს შეიძლება ხა დიდი ღირებულების მწერალის არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რაღაცა შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანი იყო და რაღაც შექმნილი ჰქონდა და გულზე მოხვდა მისი ნათქვამი და შვილო, აი თავგადასავლები თუ გქონიაო რამეო, შეატყო რომ ეხა ეს რაღაც მაწანწალას უფრო გავს და როგორ არაო ძალიან ბევრი თავგადასავლები მქონიაო, ესე იყო რაღაცა უთხრა იქ სოფელი რო გაწყდა იმ ჭირით და იმის შემდეგ ესე დავდივარ. მერე ის რაღაცა წარმოდგენები თუ გაქვს თავშიო, მაგალითად რომ აი ამ შენ თავგადასავლებთან დაკავშირებით, ან რაღაცა ისეთი ოცნებები თუ გაქვს, ამ თუ რაღაცა ესეთი აი რაღაცები თუ გაქვს ისეთი, რომ ამ კაცს აინტერესებდა რაღაც სიუჟეტური ისინი თუ გქონდა ამას რაღაც ესეთი წარმოდგენები. კიო, მრავლად ამაქვს ესენიო, რაღაცებზე ვფიქრობ ხოლმეო. მერე ადექიო და დაწერეო. შეიძლება არაფერი არ გამოგივიდეს, მაგრამ შემდეგში უკვე
თუ კი შენსში არსებობსო შემოქმედებითი უნარიო, აუცილებლად გამომჟღავნდება და აუცილებლად გახდები მწერალიო. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ აი ბევრი ადამიანი, რომელსაც გვარით, თავისი ოჯახით, იმით არ ღირსებია ეს გაჭირვება, არაერთხელ მithქვამს ეს, რომ თვითონ ეძებდნენ ადამიანები ამ თავგადასავლებს და ზოგმა სიცოცხლე დაკარგა, ზოგმა კი დური დაკარგა, იმ სერვანტესის არ იყო და ჯორჯ ბაირონის და ძალიან ბევრი ადამიანი კინაღამ შეეწირა ამ თავგადასავლებს. ანუ სჭირდებოდათ ადამიანებს იმისათვის, რომ რაღაც ისეთი ღირებული ნაწარმოები შეექმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში აი მახსოვს, როდესაც ტელევიზიით იყო გადაცემა ვახუშტი კოტეტიშვილი იყო მიწვეული და ვახუშტი კოტეტიშვილიც კაი გაწამებული ცხოვრების კაცი იყო რა, მშობლები ესე დღეში ის და ერთი სიტყვით ძალიან ისეთი გულის კაცი იყო რა, ვიცნობდი რაღაც შეხება მქონდა იმ კაცთან და ერთხელ ასეთი რამ მიკითხა, რამდენი წევრი ყავსო მწერალთა კავშირში და 450 მწერალთა კავშირის წევრიაო და კაცი გაგიჟდა 450 მწერალიო კაცობრიობის ისტორიას არ აღწევსო. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ვაჟა-ფშაველას დროს რამდენი მწერალი იყო და საერთოდ ყველა ეპოქაში აი რამდენი იბრალებდა ამას, რამდენი საქონდა პრეტენზია რომ მწერლობა მისი ასე ვთქვათ პროფესია იყო, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი, დღესაც არიან, გუშინაც იყვნენ, გუშინწინას და ყოველთვის არსებობდნენ. ეხლა თქვენ გონიათ, ეხლა შოთას დროს, რუსთაველის დროს არ იყო ესა? რამდენიც გინდა, კაცო, ყველას აქონდა ეს პრეტენზია, რომ რაღაცას წერს, რაღაც კარგს, იმას. მაგრამ იცით რა არის? მოდი ვთქვათ რა, ადამიანი, რომელიც ესე იგი იმას არ გასცილებია დედის კალთას და სახლის იმას ჭიშკარს ვერ ასცილდება შიშსაგან და ვიღაცა რო თავს მოიფხანს ბორდიურიდან იქით მეორე გზაზე ხდება, ესეთი ადამიანი ვერ შექმნის ვერაფერს, ხო? ბუნებრივია რა. მე ხა იმიტომ კი არ ვიძახი რომ ვიღაცას ვაკნინებ, მაგრამ დაკნინებულები არ არიან, კაცო, თუნდაც ვაჟა ვახსენე, ვაჟა-ფშაველას დროს, ვაჟა ჩარგალში ცხოვრობდა და ყაპუჭებით ჩამოდიოდა და ხან ომნიბუსიდან აგდებდნენ და ხან ზაიდან სუნი აგდის და აყროლებული ხარ და ვაიმე და ტროსტებით და ცილინდრებით რო დადიოდნენ, აი ესეთი ხალხი იბრალებდა მწერლობას, მაგრამ გახსოვთ ვინმეს ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყვნენ საერთოდ გახსოვთ? აი ესე არის რა, ესე იგი ჭეშმარიტ მწერალს შიმშილში და უბედურებაში ხდება სული, ამათი წყალობით მე მახსოვს, როდესაც მე გამიჭირდა და თამარ სივწივალზე არაერთი წერილი მიძღვნა თავის გაზეთში და სხვა გაზეთებში სასავალშიც დაიბეჭდა, რომ მე მიჭირდა იმ დროს ავად ვიყავი და მომცა რუბრიკა თავის გაზეთში და იქ ბეჭდავდი ხოლმე და მრავალი წერილი მიძღვნა. მე მაშინ გეტყვით, რომ არც ერთი მწერალი არ გამომხმაურებია, არც ერთი მწერალი. უბრალო ადამიანები გამომეხმაურნენ. ეხლა მედგნენ მხარში ისეთი ადამიანები, როგორც იყო თამაზი, სასულიერო პირები, მაღალი იერარქები, კარგი ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად მიხსნეს იმ დროს და სხვათა შორის ახლა მიცვალებულია ღმერთმა ნათელში ამყოფოს ალექსანდრე ჩახვაშვილი, რომელიც ტვერელის ეკლესიის წინამძღვარი იყო, მხატვარი კაცი იყო, შემოქმედებითი უნარის მქონე თვითონაც და შემოქმედი კაცი იყო და ყოველ ოთხშაბათს მიგზავნიდა, ეხლა სხვებიც იყვნენ ისა და ყოველ ოთხშაბათს წლების განმავლობაში. ოთხშაბათს ტვერელის მოხსენიების დღე იყო და ლოცვა ტარდებოდა ეკლესიაში, ხო იცით ახლა ტვერელის ზევით ვერაზეროა ეს ეკლესია
და ხალხი იყვნენ რომლების ხალხი, მაგრამ არც ერთი მწერალი მე არ გამოხმაურებია ჩემს გაჭირვებას, არც ერთი მწერალი არ გამოხმაურებია, მით უმეტეს კიდევ მეორე მწივწივაზე ყოფილმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და იმ დროისათვის ლიტერატურული საქართველოს რედაქტორმა პირველ გვერდზე, რომელიც ეხლა შენახული მაქვს ის გაზეთები თუ არა შეგიძლიათ აგერ პარლამენტის ბიბლიოთეკაში ყველა გაზეთი ინახება და ყველაფერი ინახება არქივში, შეგიძლიათ მოითხოვოთ და ნახოთ. ერთი ადამიანიც არ გამოხმაურებია. ამით იმის თქმა მინდა, იცით რომ აი ხა მე მაგალითად რომ დავინახო განცხადება სიტყვაზე რომ რომელიმე არა აქვს მნიშვნელობა ახლა მუსიკოს უჭირს, იმას უჭირს და ძალიან გაჭირვებულია ავადარი და მძიმე მდგომარეობაშია. მე ხა რო გითხრათ დიდად ხელგაშლით არ მცხოვრობ ახლა რაღაცა კი ბატონო არ მშია და არ მწყურია, მაგრამ რაღაცას მაინც გამოიღებდი ხელს და რაღაცას დაუკავშირდებოდი და გავამხნევებდი და რაღაცა 1-2 კაპიკს მაინც ჩემ რაღაც მონაწილეობას მივიღებდი არა ერთხელ და არა ორჯერ ყოველთვისაც რაღაცნაირად ფარში ამოუდგებოდი, მაგრამ ეს ჩემ შემთხვევაში სამწუხაროდ არ მოხდა, რაც ძალიან ცუდად დამამახსოვრდა სხვათა შორის, მაგრამ რო გითხრათ ახლა ტკივილს მანიჭებს და რაღაცას ბოღმით ავარსავს მეთქი, ეს ასე არ არის. ვცდილობ ხოლმე რომ მაგალითად ასეთი რაღაცები არ გავიხსენო, მაგრამ ზოგჯერ ეს რეალობა უნდა გაგახსენდეს, რაც იყო შენ ცხოვრებაში. ახლაც გიყვებით ახლა ისეთ მოსაგონარს, რომლიდანაც რამდენიმე ეპიზოდი მე შეტანილი მაქვს ძველ წიგნში, ძველ გამოცემულ წიგნში. წიგნმა მოითხოვა თვითონ და შევიტანა იქიდან რაღაც დეტალები. მით უმეტეს რომ დაკავშირებული იყო იმ თვითონ იმ წიგნის სიუჟეტთან ის თვითონ ის რაღაც მომენტები და მე მინდა დღეს მოგიყვეთ ერთი ჩემი აზრით თქვენთვის საინტერესო ამბავი, რომელიც კინაღამ ჩემი სიკვდილით დამთავრდა და კინაღამ ძალიან დიდი ხიფათის შემცველი, ესე იგი ვოიაჟი გამოვიდა, ასე ვთქვათ. ერთი ახლობელი მყავდა და ეს ახლობელი იყო პიროვნება, ცხონებული ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. იყო ძალიან ატაცებული ადამიანი, როგორ იცით რომელიც ესე იგი აი თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. რო უკვირდებოდი, ხა მერე უკვე წლები რო გავიდა მის ცხოვრებას რო ვაკვირდებოდი, რაღაც არ ქონდა ერთიანი, აი რაღაცა სწორხაზოვანი რაღაც მიმართულება. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველას დასცინოდა, ესე სერიოზული სახით, ესეთი ტიპი იყო, რომ ისა ვითომ არა, მაგრამ დასცინოდა, რაღაც ხალხი ამოარჩევდა ესე ცოტას ჩვენ დროს ვეძახდით ხოლმე გოიმებს, ამებს რაღაც ამოარჩევდა და ერთი სიტყვით ამისი საქმე იყო ეს ირონია, ცინიზმი და ესეთი ტიპაჟი იყო რა თვითონ რა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ავტორიტეტი ჰქონდა, გარკვეული ავტორიტეტი, მას მოსწრებული ჰქონდა რამდენჯერმე ასამართლეობა, ის იყო კორპუსის მაყურებელი ციხეში და გარკვეული ავტორიტეტს ფლობდა, ასე ვთქვათ და დაახლოებული გურდებთან და რა ვიცი. თავის სამყაროსთან, ასე ვთქვათ, გარკვეულ რაღაცა იმას დონეს, ასე ვთქვათ, წარმოადგენდა. ერთხელ მოდის ჩემთან საღამოს, ხო და მე მეუბნებოდა ხოლმე თამაზ, იცი რა, შენ გვერდში რო ვარ, ჩემ გვერდში რო ხარო, უпроსტად, ესე მგონია რომ კალაშნიკოვი ავტომატი მიდევს გვერდშიო რა და ეს მეც კი ეხლა ჩემგან გასაგები აღებულობდა ის რაღაც საწინააღმდეგო იმას, მაგრამ მე ვერ დამცინოდა ისე როგორც სხვებს, ახლა მესმოდა იმის ირონია და მეც პასუხობდი როგორც ის მელაპარაკებოდა და გარკვეული რაღაც ახლობლობა გაგვაჩნდა რა, მოდიოდა ხოლმე, მე არასდროს არ მივსულ ვარ მასთან, თვითონ მოდიოდა და ერთხელაც მოვარდა და ისა მინდაო რომ გვერდში მყავდეო რა და მე ვიფიქრე ხა სადღაც მიდის ადგილას, სადაც სჭირდება რავი ან რაღაცან გვერდში მყოფი კაცი და ტაქსი მელოდებაო და ერთ-ერთ რაიონში მივდივარო, საღამო იყო. აი მე მინდა ეხა თუ ახალგაზრდები მისმენენ, იცით რა,
მე მარტო ვიყავი, დამრიგებელი არ მყავდა, არ ვიცოდი, ესე გაუაზრებლად, იცით, აი სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, გააქვთ თქვენ იმის უფლება იკითხოთ, სად მიდიხართ და რატომ მიდიხართ. საერთოდ რო იცოდეთ, თუ ვინმე ესეთი ახალგაზრდა ადამიანი მისმენთ და აი ეხლა იწყებთ ცხოვრებას. მაგრამ მე ესენი არ ვიცოდი, მე ისიც კი არ ვიცოდი, აი მაგალითად მე ოჯახში რო შევიდოდი, როგორ უნდა მოქცეულიყავი ოჯახში, არ ვიცოდი. საერთოდ ის დედა, მამა როგორ იქცეოდნენ, მე როგორ უნდა მოქცეულიყავი ეგ. კი გასაგები ახლა სუფრასთან ჯდომა და ის ახლა კი ვისწავლე იქ ინტერნეტში რომ ის ჩემი ულუფა მე მეკუთვნოდა და სხვის ულუფაში არ ვიყურებოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში და ის ჭამა და ის ჩანგალი და კოზი კი ვიცოდი ახლა მთლად ის არ ვიყავი, მაგრამ აი თვითონ ეს ოჯახური წყობა არ ვიცოდი და მეტადრე საზოგადოებაში ურთიერთობა, ჩემი ადაპტირება გაჭირდა. სწორედ ამის გამო იყო, აი ამ არეულდარეულობის გამო იყო, რომ მონასტერში წავედი და ამ ყველაფერს გავერიდე, იცით? ნუ დიდი ისტორიებია ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ის მომიხდა ჩემ თავში გადაწყვეტილების ის, რომ მე მონასტერში ეს გადამედგა ეს ნაბიჯი და მონასტერში წავსულიყავ, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე თვითონ სიცოცხლე გახდა სახიფათო, იმიტომ რომ მე უკვე მრავალი ის ნუ მემტერებოდა უკვე ნუ იქ მილიციის მხრიდან, იმის მხრიდან, ნუ ძალიან რთულ პირობებში მიხდებოდა ცხოვრება. და კიდევ ვიმეორებ, საზოგადოებასთან რო გითხრათ სიმართლე, ადაპტირებაც ვერ მოახერხე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე ასეთი ხალხი მოდის ჩემთან და ვიღაც მეზობელი მაგალითად არ მიხვიდე მაგასთან შვილო, მაგასთან არ იმეგობრო, ისა ეს ვიღაცა იმას ქურდებთან იმასთან შვება, იმასთან, ნუ აი ასეთი და ნუ ამ საზოგადოებასთან ნუ ვერ აუღე ალბათ მე ცხოვრებას, კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ დამრიგებელი არ მყავდა, დამრიგებელი და შემდგომში უკვე მე როდესაც მეუფე თადეოზი გავიცანი მონასტერში, მეუფე თადეოზი ჩემზე უფროსი ადამიანი იყო, რომელმაც ხელის გულზე გამიშალა ცხოვრება და დევს ჩემს იუთუბარს ეს და შემდეგ უფროსი და სწავლული მეგობრები მყავდა, რომლებმაც უკვე მომცეს ეს გზა და მიმართულება, მე როგორ და რანაირად უნდა მეცხოვრა და რა უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა მე მიმეღო ცხოვრებისგან ის, რაც მე მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი კაცის კვალობაზე და უპატრონო კაცის კვალობაზე მოახერხე, თორე დღეს მე ვერ ვიქნებოდი და ვერ დაგელაპარაკებოდით ასე. მოკლედ ასეთი რამ ხდება. მოდის ეს ჩემთან ერთ საღამოს და მეუბნება. ჩქარა ტაქსი მელოდება, თამას მოდა. გავარბივართ ერთ ადგილზე და გამომყევი რა. მიუყვები ამას, ნუ ბრმად ვიცმევთ ანსაცმელს რამე. და ჩავედით ერთ რაიონში, ნუ უკვე ბინდდება. ბრამდება უკვე. და ერთ კარგ სახლთან გააჩერა მანქანა, გააჩერებინა ეს ტაქსი. გადავიდა და ველოდები ახლა ნახევარ საათზე მეტი უკვე დააღმდა ფაქტიურად, 40 წუთია ველოდები. ბოლოს გამოვიდა ერთ კაცთან ერთად, ნუ ეტყობა რომ შეზარხოშებულია ცოტა, მე ხა შიგნით რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი აღებს თავისი სახლის გვერდითვე მიდგმულ ავტოფარეხს გამოყავს ახალი მანქანა. მაშინ შიგულები იყო და ეს არის მანქანა, რომელიც გეგონება რომ შეხედავ, გეგონება ახლა არის ქარხნიდან გამოსულიო. ისეთი გაწკრიალებული და ახალი მანქანა. ამას აძლევს გასაღებს, ეს ფულს უხდის ამ ტაქსის ტაქსი გაუშვა და მეუბნება გადმოდი აქეთ ეხლა დავჯექი, წამოვედი, ის კაცი დარჩა იქ. წამოვედი, გამოვედი ტრასაზე კაცო და მოფრინავს მანქანა. მანქანა მოფრინავს ისე რომ, ნუ არ ვიცი, რა ვიცი, უკვე რაც ისწრაფი აქვს ალბათ, ნუ და ვხედავ რომ შორიდან მეუბნები კაცო ნელაი არის, სადღაც არ გადავიჩეხოთ, ეს სწრაფი მანქანაა, ეს რა შვები მიდგმული გაქვს ბოლომდე, თან არაფერი არ ესმის მოკლედ რას გინდა. აიცავთ უზმახარო ახლაო რა, საიქიოში მიგვიღებენო და ნუ ესეთი ტიპაჟი, ნუ არაფერს ვერ გააგებინებ მოკლედ რა.
და ნუ გეშინია მაინც მიგვიღებენო იქ რაც არ უნდა იყოსო რა გინდა ერთხელ იბადები და ერთხელ უნდა მოკვდეო ეხლა მაგისი გეშინია ნუ ასეთი რაღაცნაირი ლაპარაკი ჰქონდა და ხედავ ახლა დაკლაკნილი გზაა კაცო და ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადადის რაღაცა პატარა ხიდი ვითარი ჩანს ახლა ამ შუქზე რა და დიდად მაშინ ახლა როგორც ახლა მანქანები არ მოძრაობდა იმ დროს ხო და ამ ყველაფერს ხედავ და მე ვთქვა რაღაც დაკლაკნილი გზა არის და ნელა შეანელე რომ ეს მანქანა არ გადაგვივარდეს კაცო სადღაც და ამან არ შეანელა შევარდა ამ დაკლაკნილი გზაზე მანქანა მაიქნია უკანა მხარე დატრიალდა იქით აქეთ კიდე კარგი არ გადაბრუნდა თორე და ადგილზე ტრიალებდა და თან ესე ინერციით წინ მივდიოდით და დაკარგა მანქანა მართვა და რომ გადაბრუნებულიყო აი კიდევ გეუბნებით, აი შანსიც კი 1%-იც კი არ არსებობდა შანსი გადარჩენისა. ანუ ეს იყო აი სიკვდილი იყო გარდაუვალი ეს მანქანა რომ გადაბრუნებულიყო და ჩვენ გადავცვიდებოდით იმ ხევში ალბათ. მაგრამ ამ მანქანამ ამ ადგილზე რო იტრიალა თან წინ მიდიოდა ეს მანქანა თან ტრიალდა უკანა მხრით ჩავვარდით სადღაც უკანა მხარე ჩაგვივარდა და ჩაგვივარდა ეს მანქანა გაჩერდა კიდე კარგი აღარ იყო დაბლა ჩასავალი სანამ იმ ხევამდე მივიდოდით იმ პატარა ხიდამდე ხო და დაქოქავს ამ მანქანას ჩაქრა მანქანა დაქოქავს და აი როგორ ტრაქტორი ისეთი ხმა აქვს ეს გრუში წელს რო ეძახიან ის ალბათ ჩამოვარდა რა მიხვედრა უნდა მაგას და ხმა აქვს რაღაცა საზარელი კაცო და ვერ ამოდის ეს მანქანა თავისით როგორ ამოვა კაცო ჩავარდნილია დაბლა და ხან ის უკნევთ ხელს ხან რამდენიმე მანქანამ გამოიერა არავინ არ გაგვიჩერა ბოლოს მოდიოდნენ მთვრალები ერთი 5 კაცი ისდა მანქანაში უფროსი ხალხი იყვნენ 50 წლამდე კაცები გაგვიჩერეს რა არისო ბიჭებო გვითხრეს და ჩვენ ვთქვარით მანქანა ჩაგვივარდა მოგვეხმარნენ ესენი ამასობაში გავიდა დრო და ეს მანქანა ამოგვაყვაინეს აქედან ისინი საპირისპირო მიმართულებით მოდიოდნენ წავიდნენ ისინი თავის გზაზე ალბათ იმ რაიონში მიდიოდნენ საიდანაც ჩვენ გამოვედით და ერთი სიტყვით გამოვაგრძელეთ გზა მაგრამ რა ვიცი სოფელს სადაც გამოვივლით ზინავს ესე იგი ყველას და ამ ტრახტი და იმით წარმოიდგინეთ ახლა ხალხი ვაღვიძებთ ჩვენ ახლა ისეთი მომენტია რომ უნდა შეხვდეს კიდე ერთი რაიონი ამ რაიონს უქცევთ გვერდს მე მეორე რაიონს უქცევთ გვერდს და თბილისში მივდივართ ანუ შეგვიძლია რომ იმ რაიონებში ასართ არ შევიდეთ ისეთი სიტუაცია და ამან თქვა რომ ეხლა ესე ხო არ შევალთო ქალაქშიო ძმაო და მოდიო ახლაო და იცი რა ვქნა თუ ამ იმაშიო რაიონში ერთ ხელოსანს ვიცნობ ადრეო რაღაცა მანქანა გაგვიფუჭდაო ბიჭები ვიყავითო და ვიციო რა კაროჩეო სადაც ცხოვრობსო და მივიდეთო და გავიმას ვიზაო რა გავაღვიძე ბოლო და ნუ ახლა მე რა უთხრა ახლა არ მიხვიდე მეთქი იმას ხო არ ვეთქვი და წავიდა რა ნუ მივიდა შევედით ამ რაიონში გააღვიძა ეს ბიჭი ჩამოვიდა რაღაცა სახლის შუსტებიაცვია ნამძინარევი თვალებს იფშვნეტავს ხო და ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა ბიჭია და ნუ ჩემზე უფროსი კია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა ბიჭია და აბაო გრუში წელიაო ჩამოვარდნილიო რა შეხედა და ამას იამა უნდა ისე როგორ გავაკეთებ ვერ გავაკეთებო რა და იამა კიდე აბასა ვის საწავიდეო ამ შუაღამისასო ერთადერთიო ელქსელიაო აქ ახლოსო და თუ ის ელქსელიო გაგვიღებსო კარებსო და ყარაულიო კი ბატონო გავაკეთებო რა ანუ გამოგადგებითო რა და თუ არა დაო სხვაგან რა ვიციო საწავიდე არ ვიციო და ჩავედით იქვე იყო ახლოს იყო ელქსელი მივედით ამ ელქსელში ელქსელის ყარაული გამოვიდა არ ვიცი ეძინა თუ რა იყო ამან უთხრა რომ გაგვიღეო რა კარებიო ეს აქაური ბიჭიაო და ჩვენ ჩამოსულები ვართ და შენი ჭირიმეო და არ ვიცი არც ამას ვიცნობ და თქვენ კიდე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ახალ და აქცენტზე გეტყობათ რომ არ ახართ აქაურებიო და ნუ ერთი სიტყვითო ვერ გაგიღებთ ეს დაწესებულებაა და ვინ ახალ და რა ხარ და რა გინდათ მე არ ვიცი არა მაქვს უფლებაო ამან ამოიღო იარაღი და უთხრა დაგაცალი აბოიმა ახლა გააღე კარები რომ მიგაკალი მაგ ზაღლებთან ერთად ზაღლები ყავდა 1 3 თუ 4 ზაღლი ეხვია გვერდში ყეფავდნენ
ეს ზაღლები მოაშორეთ რომ დაგიხოცაო და ნუ კაცმა კანკალით გააღო კარები მივედით ეხლა ნუ შეძვრა ეს ხელოსანიც კანკალებს საცოდავი და ჩავიდა ამანად რაღაცები მიუჭირა მოუჭირა ესეთი რაღაც მავთულებით დააბა თუ რაღაცა გააკეთა და ნუ ისეთი ხმა აღარ აქვს მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული ხმა აქვს რა შედარება ნუ საოცრად დაახშო ხმა რა მაგრამ რაღაცა ცოტა ხმა აქვს საერთოდ არ აქვს ხმა ესე ახალი მანქანა იყო კიდევ მეორე და წამოვიდით ახლა იქიდან და ეს ბიჭი ხო უნდა მივიყვანოთ სახში კაცო და რატომაც იმ გზით კი არ წავიდა რაც მეორე გზით წავიდა და სად მივდივართ ამან უთხრა და აქო გავილიო და მე მიგიყვანო და მე წავალთო რა თუ რა ვიცი რაღაცა უთხრა იმას და ეს გაოცებული იყურება ეხლა სადმე არ ჩამკლანო კაც ვინ არიან რა უნდა ჩემგან ხო და შეშინებულია უკვე შეიარაღებული ხალხიო ვინ არიან რამე და ერთი სიტყვით მოვდივართ სადღაც და რაღაცა გზა არის რა და შორიდან დავინახე რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი დგას აბუზულები და მერწმუნეთ რომ დღესაც კი არ ვიცი ისინი ამას ელოდებოდნენ ჩვენ აღარ აქონია საუბარი იმიტომ რომ მე იმას აღარსად აღარ გავყურებია რა ხო და დღემდე არ ვიცი მე ამ ხნის კაცი ვარ ის ბიჭები ის აბუზული ბიჭები ამას ელოდებოდნენ და ესენი მოლაპარაკებული იყვნენ თუ რა იყო თუ ნუ არ ვიცი რა ვერ გავსაზღვრავდი ახლა იქ იმდენი ხანი გავჩერდით მე ეს ნუ ალბათ აქ უნდა მოსულიყო და მე ისინი გარეთ ელოდებოდნენ შეიძლება თუ არ თუ ამას ელოდებოდნენ ნუ არაფერი არ ვიცი ამის შესახებ რა მოხდა შეიძლება ეს უნდა მისულიყო სადღაც ადგილზე სადაც ესენი იყვნენ მაგრამ რომ დაიგვიანა შეიძლება გარეთ გამოვიდნენ ნუ ეს ყველაფერი არ ვიცი როგორ და რაღაც თითქოს ისეთ ეფარებიან თითქოს არაჩანან მაგრამ რომ დაინახეს რაღაც მანქანა ნუ გამასქნეს და დავინახეთ და ამან მითხრა რომ ქურდები არიანო ესენიო რა გადმომილაპარაკა და იცოდეო რა ნუ ქურდები არიან მე რა ვიცი კაცო მე არ ვიცი მე ვინ არიან არც მანამდე მინახია ის ხალხი და არც მას შემდეგ მინახია და სახეზედაც კი ვერ დავინახე ვინ იყვნენ და გეტყვით ახლა როგორ განვითარდა მოვლენები მე ახლა წინავზი ვარ ეს ხელოსანი უკანაზის ეს თავისთავად საჭესთან და ეს ქურდები დაждდნენ უკან და რომ დაждდნენ გამოვედით ეხლა წამოვედით და ნუ წავიდა ამ ხელოსნის მისაყვანად და ამ ხელოსნის მისაყვანად უნდა გავიაროთ უკვე ამ გზიდან ნუ ამ რაიონული ცენტრის ადგილი და აი ამ რაიონულ ცენტრში რომ გამოვიარეთ არ ვიცი ახლა მე ვერ მოვთვლიდი და არც მომითვლია მაგრამ ნუ ალბათ ერთი 10 მანქანა და შეიძლება მეტიც რაღაცა საშინელი რეიდია, ნუ ხალხი დგა, მილიცია გაშლილი, რაღაც გაშუქებული ადგილი და ვაიმეო ამ ქურდებმა აიფარეს ხელი, სად მოხვდით ბიჭო, აქ რა გვინდოდა რამე და ვაი და ესენი რამე და ამ დროს გაგვიქნიეს ხელი, ნუ ამ მანქანა მიდის 5 ახალგაზრდა კაცი ზის შორიდან და შეგვამჩნიეს უკვე. ამან არ გააჩერა დაადგა გასფეხი და მე ხა უკან ვიყურები რა მოვტრიალდი უკან რომ ერთი ახალი თეთრი მანქანა ორი კაცი ჩახტაში და გამოგვიდგა და როგორც უყურებ ხა ერთი 3 თუ 4 მანქანა კიდე გამოყვა უკან მაგრამ ეს თეთრი მანქანა წინ მოდის და გვეწევა ბუნებრივია ხა 5 კაცი და 2 კაცი ტვირთი განსხვავდება მანქანისთვის ხო და სადღაც ჩაუხვია ესეთი იამებიანი გზა არის ეს თხრილებიანი რაღაცნაირი და არინდობს ამ მანქანას ეს მანქანა ეხეთქება ამ რო იტყვიან პოლზე ეხეთქება დრაგადრუგით რამე და ხა ისინიც ესე ყوار გაიმეტებენ ამ მანქანას და ფაქტიურად მოურბივართ რაღაცა სისტრაფით და ეს მანქანა ხან ჰაერშია ხან დაბლა ეხეთქება და ესენი გარკვეულწილად ჩამოიტოვეთ ამ გზაზე და რო გავედით უკვე რაღაც ტრასა არის უკვე ეს ტრასა მე მგონი რაღაც უერთდება უნდა წავსულიყავი თბილისისკენ თუ რაღაცა ნუ ვერ გავარკვიე უკვე ვერაფერი იმიტომ რომ იქ თავისთავად ნუ დაბნევის ხარისხი ის რაღაცა ნუ დროში შეზღუდული გაკაზრონება რომ იქ იმას აკონტროლებ ამას აკონტროლებ იქ რაღაცა ნუ ძნელია იქ იაზრო ადამიანმა ესეთ გამოუვალ სიტუაციაში თანაც როცა მოგდევენ და მოგდევს ერთი მანქანა კი არა კაცო რამდენიმე მანქანა და
თან წივილ-კივილით ეხლა ჩართული ეს მიგალკები, აბა იქით, აბა აქეთ და ამ ქურდებმა უთხრეს ამ დროს რომ ესენი ეს მანქანა სადღაც 300 მეტრით ალბათ 250 მეტრით ეხლა ზუსტად მე ვერ გამოსაზღვრე რაც გარკვეული მანძილით ჩამოიტოვეთ რა რომ ამ ტრასაზე რომ გამოვედით და ის რომ გამოჩნდა ამ ქურდებმა უთხრეს რომ სადღაც გაუხვიეო და შეანელეო რომ ჩვენ გადმოვხდეთ და თქვენ წადითო რა გააგზავნეთ გზა ჩვენ შევაფარებთ სადღაც თავსო და რაღაცა საკუთარი სახლები იყო ტრასაზე რომ მივდიოდით და ქვემოთ ამ მხარეს რა ეს რაღაცა საკუთარი რამდენიმე სახლი იდგა და ამ ქვემოთ გზაზე რომ გადაუხვია უკვე ასფალტი აღარ არის იქ იმ გზაზე უკვე ქვიანი გზა და აი იქ შეანელა სადღაც 10 მეტრში რომ ჩვენ ის მომდინარე და მდევნელი მანქანა ვერ გვხედავს და უკვე აქ სახლებთან მეზოებში იმას შესასვლელები არის რაღაცები და ესახდება წამებში და ამ დროს ეს ქურდები გადმოხდნენ სხარტად და გაიქცნენ იქით ჩვენგან მარჯვენა მხარეს და ეს ხელოსანი გადმოხდა მარცხენა მხარეს იქით ნაპირზე ისდა მძღოლის უკან და რომ გადმოხდა აქედან პირდაპირ გადავარდა და ამ ქვებზე ქვიან გზაზე დაეცა ამ თავით პირდაპირ ნუ არის ხო გამოცდილი არისო ამ გადახტომა გადმოხტომებში და ნუ აქ იმისი დროც არ არის ახლა ის კაცი შეგეცოდოს ისა და გავარბივარ და ხედავ შორიდან რომ გზა აღარ მიდის აღარსად რაღაცა ჩიხში მოვედით სადღაც მოვედით რაღაცა გორა დგას რაღაც ხევი ჩანს ნუ არ ვიცი რა და რაღაც იამებიანი გზა მაგრამ გარბის რაღაცა სასწაულად ეს მანქანა და ხედავ რომ გზა აღარ მიდის უკვე გზა მთავრდება და მოჩანს რაღაცა ხევივით რაღაც ეკალ ბარდებით დაფარული რაღაც ნუ ერთი სიტყვით ეს მეუბნება რომ აიღეთ ჩემი ტყავის ისაო ლაბადაო მან დრო დევსო გადაახვიე მან საბუთები მიდევსო და გადახტიო ამავე დროს დაიმახსოვრე ახლა მე გეგიმეორებო სწრაფად მიმეორებს ტელეფონის ნომერს მაშინ ახლა ბუნებრივია ახლა ეს 70-იანი წლების მეორე ნახევარში ხდება და მაშინ ჩვეულებრივი ტელეფონებია იმ სახლის ტელეფონებს რო ვეძახით და ამ ტელეფონზეო თუ შენ გადარჩებიო დარეკაო და ეტყვიო რომ ესა და ეს კაცი დაიჭირესო და თუ მე გადავრჩიო მე სხვა გზით გავიქცევი შენ სხვა გზით გაიქეციო თუ მე გადავრჩიო შენ უნდა გადახტეო რა მანქანიდან ერთ სიტყვით და გაიქცეო და თუ შენ გადარჩებიო მაშინ დარეკავ თუ მე გადავრჩები მე გამოგიყვან ერთი სიტყვით მოვილაპარაკეთ ამ ნომერს ნუ ჩავიბეჭდე თავში ეს ნომერი სამჯერ თუ ოთხჯერ გამიმეორა ავიღე ამისი ლაბადა და გავაღე კარები და დგევარ ახლა რო იტყვიან გარდი გარდმო რა ნუ პირი მაქვს იმ გადასახტომად თავარ უკვე გამზადებული რომ მოუნახო რაღაცა ბილიკივით რაღაც ადგილი რომ მე ვისკუპო და გადავხდე იმას და გავიქცე რა და ეხლა ეს მანქანა გვეწევა ჩვენ გვეწევა და მეძახის შორიდან იმ მიკროფონში რომ არ გადახტე თორე გესრიო ანუ ის მხედავს რომ მე უკვე გადახტომას ვაპირებ იმიტომ გზა მთავრდება აღარსად აღარ მიდის გზა და დავინახე რომ ერთი ამანაც თავისთავად შეამჩნია რომ ბილიკი შედის ჩემს მხარეს ამ ბილიკი რაღაცა მაყლოვანია რაღაცა ბარდები ეკალბარდები და რაღაც ბილიკი გამოჩნდა და ოდნავ შეანელა ძალიან სწრაფად მივიდიოდი ოდნავ შეანელა და გადავხდი ამ ეკალბარდებში გადავკოტრელი ქუდი მქონდა ეს ქუდი დავკარგე იქ ეს კურტკაკი შეკრული მქონდა გვიანი შემოდგომა გადავხდი ესე ნუ ერთი სიტყვით გავრბივარ მაგრამ გავრბივარ ორიენტაციით ეს ბილიკი რო დავინახე რაღაცა რა ვიცი სად გავრბივარ არ ვიცი მაგრამ აი ამ დროს აქედანაც ამ ორნი რო მოგდევენ ეს მანქანით ამანაც შეანელა თუ შეაჩერა ერთი გადმოხდა და უკვე ფანარით დამედევნა ნუ ჩემგან შორს არის ვთქვათ ერთი 20-30 მეტრი იქნება შეიძლება ანუ ასეთ ადგილას 30 მეტრი პერიოდი თან თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მე იმ დროისათვის და მერეც უკვე დიდობაში და დიდ წლებშიც უკვე კარგა ხანი და ეხლაც რა ვიცი თუ ეხლა უკვე ვეღარ იმაშვები ახლა მოხუცდი მაგრამ ნუ კარგა გვიანობამდე და მაშინ განსაკუთრებით ყოველდღილა სადღაც 5 კილომეტრამდე დავრბოდი და მე მილიცია კი არა
ქალაქის ჩემპიონისთვის ამ მქონდა მოგებული ზღვაზე სირბილი და ანუ მე ვერ დამეწეოდა ის ვერანაირად ამას იმიტომ გელაპარაკებით რომ სირბილში ვერ დამეწეოდა ერთადერთი იმას შეელო ეს როლა მე მწყობრიდან გამოვიყვანე და მასე გავეჩერებინე სხვა შემთხვევაში მე ვერანაირად ვერ გამასწრებდა და ეს 30 მეტრი ჩემთვის იყო იმ ხელა ის რომ სადაც გვინდა გვერბინა მე ეს ვერ დამეწეოდა ვერასდროს და მომდევს და ამ ფანარით გზას მინათებს და გზას რომ მინათებს მე ვხედავ უკვე ბილიქს და თან მეძახის რომ გესვრი ჩემს ხელ მარცხნივ არის ხევი უკვე მე ხევის პირას მივადე კი აი რომელთანაც ის მანქანა რომ უკვე უნდა მისულიყო სადღაც რამდენიმე 20-30 მეტრი ეკლდა აი იმ ხევის პირას გავრბივარ უკვე და ირგვლივ აბსოლუტურად ეკალბარდებია მაგრამ ეს ბილიკი მიდის გავარჩიე რომ აქ სადღაც გადასავარდნია ეს ხევი ჩემგან ხელმარცხნივ ბოდიში და ხელმარჯვნივ უკვე ის ტრასაა საიდანაც გადმოუხვიდე სადაც რაღაც ამდენი სახლები დგას ზემოთ იქ ახლო არაფერი სახლი არ არის ხო და ამ მანქანების ცივილკივილის ამ მანქანების მიგალკები იმიდან ნუ ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად მე ახლა ამას არ უყურებ მაგრამ ჩანს ეს სინათლეები ეს ცივილკივილი და სირენები და რამე ეს მომდევს და მიყვირის რომ გაჩერდი თორე გესვრი ეხლა საბჭოთა მილიციის დროს იყო ხოლმე ესეთი ისინი რა ქვია საბჭოთა მილიცია არ არღვევდა ამას ძალიან იშვიათად რომ დაერღვია იმიტომ რომ ექსპერტზე ჩანდა რომ შენ თუ მაგალითად პირველი ესროდი ტყვიას მაგალითად გაქცეულ ადამიანს და მერე ორს ჰაერში გაისროდი ექსპერტი ადგენდა რომ პირველი ტყვია გავარდა ამას მოხდა და მერე გაისროლა ამან ჰაერში ამიტომ ორი ცალი აუცილებლად უნდა გაესროლა ჰაერში ეს იმას არ აგავდა იმ სააკაშვილმა რომ უთხრა რა მოსაგონარია ეს მაგრამ ტყვიები არ დაგენანო თუ მაშინ უთვლიდნენ მილიციას ტყვიებს რომ ეს ტყვია რა იქნა ის ტყვია რა თვლით იღებდნენ ამ ტყვიებს და მე თუ რამე ასეთი მსგავსი შემთხვევა მოხდებოდა რომ ვიღაცას დაჭრიდნენ სასიკვდილო ჯერ ერთი არც არავის არ ესწროდნენ თუ კი საშიშროებას არ წარმოადგენდა და რაღაც პერესტრელკა არ იყო და მართლა ახლა იმასაც აგერ გვენცაძესაც დაწერილი ის პაატაჩლაიძესთან დაკავშირებით სროლები და ის დაჭრა კაცი და ნუ ანუ რა იყო ისიც მაშინ ეკრძალებოდა ესეთი რამე ამასთან რა ქვია თუნდაც გაქცეულ პრისტუპნიკთან რომ ის სასიკვდილოდ გაემეტებინა თუ კი ის საშიშროებას სიკვდილის საფრთხეს არ უქმნიდა მაგალითად მილიციელს და თუ ამას ვერ დაამტკიცებდა ის უკვე განწირული იყო ასე რომ მე ველოდები ახლა იმიტომ მოგიყევით ამდენი რამე რომ ველოდები ორჯერ ჰაერში გასროლას რომ მე ვისკუპო და ამ ხევში გადავხდე ნუ ხო არ დავეჭერინები კაცო ახლა მე რა ვიცი ეს მანქანა საიდან მოარ ვინ არის ამის პატრონი ეს საერთოდ რას ფიქრობს ეს კურდები საერთოდ საიდან მოხვდნენ აქ და ნუ არაფერი არ ვიცი და მე ვფიქრობ ამ დროს საკუთარი თავის გადარჩენაზე ახლა იმაზე ხო ვერ ვიფიქრებ იმ მომენტში კაცო ის სად გაიქცა ეს სად გაიქცა და ის მე ვფიქრობ ამ დროს მე როგორ გადავირჩინო თავი და ყველა ესე ახლა არავინ არ დაიბრალოს რომ გაქცეული კაცი სხვაზე ფიქრობს რომ იმან რაკნა და ამან რაკნა მით უმეტეს ესეთ მომენტში როცა მოგდევს და საფრთხე არის იმისა რომ დაგჭრას მილიციელმა და ასეთ დროს ახლა მე მრავლად მქონდა თავგადასავლებში ესეთი რაღაცები რომ ღვთისმსასწაულები მევლინებოდა არ ვიცი ახლა ვიღაცამ არ ჩამთვალოს იცით რაღაც ფანატიკოსად ქრისტიან ფანატიკოსად მაგრამ მე საკმაოდ ბევრი ვიცი თეოლოგიაში გარკვეული ნაშრომიც მაქვს მაპატიეთ ახლა ამას რო გეუბნებით შეიძლება არც უნდა გეუბნებოდეთ მაგრამ ნუ რო დარწმუნდეთ რომ მე არა ვარ რა ფანატიკოსი და ისე არ მჯერა როგორც ვთქვათ ვიღაცებს რო არიციან და სახარება რო არ წაკითხული და არაფერი რო არიციან საერთოდ და ღმერთო შენს ამე და მთელი ამბავი და წარმოდგენა რო არ აქვს ვინ და რატო უნდა სწამდეთ ღმერთი და რა საერთოდ ვინ არის ღმერთი
ხდებოდა ხოლმე ესეთი სასწაულები, რომ მევლინებოდა ისეთი მომენტები ხდებოდა და ისეთი აი კანონზომიერება მართავს, მე გელაპარაკეთ ადრე ბულგაკოვთან დაკავშირებით როსტატი და მარგარიტას და ის კანონზომიერება და სხვა მრავალი იყო კაცო მაგისთან აკრძალული მწერლები, როცა ჩვენ ვკითხულობდით საერთოდ საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა ფსიქოლოგი მწერლებიც არ შეიძლებოდა, მაგრამ აკრძალული იყო ჰერმან ჰესე, შოპენჰაუერი ისინი არ შეიძლებოდა რომ წაკეთდა და ამას ჩვენ ვკითხულობდით უბრალოდ იმისათვის რომ გვცოდნოდა საერთოდ რა იყო ისა და ფილოსოფია სასწავლიდნენ როგორ იცით აი მაშინდელი ფილოსოფოსები ალბათ იყვნენ მაპატიეთ და გამოქლიავებულები ანუ ყველაზე შეიძლება ეს არა თქვა და იყვნენ რაღაცა თიცე ჩამოსათვლელი ადამიანები მაგრამ ფილოსოფიას ეხლაც რო სწავლობენ მაგალითად ახლა პლატონმა თქვა რომ ფილოსოფოსი უნდა მართავდესო ქვეყანასო და ფილოსოფოსი ყავდა პრეზიდენტი და გამოქლიავებული იყო ანუ ფილოსოფია ეს ხელწამოსაკრავი რამე არ არის რა რომ ეს ფილოსოფია ვიცი და ფილოსოფოსი ვარ ფილოსოფოსი არა ხო და ერთი სიტყვით დავანებოთ ამას თავი ხდება ასეთი რამე რომ ეს კაცი არ ისვრის მაგრამ ძაღლები მორბიან თურმე ფერმები ყოფილა და ძაღლები მორბიან ჩემს საწინააღმდეგოდ და ეს ძაღლები რომ მორბიან ვიფიქრე ახლა მე რო შევანელო ეს დამეწევა კაცო და თუ ეს ძაღლები მე მეცემიან კიდე ატეხავს ეს სროლას ან ესვრის ან რაღაცა და ჩემი ხوار შეაჭმევინებს კაცო ჩემ თავს ამ ძაღლებს და ვაგრძელებ სირბილს არც შემინელებია გავბიო ამ ძაღლებისკენ ძაღლები ჩემსკენ მორბიან ახლა იმიტომ გითხარით რომ ფანატიკოსი არა ვარ ნამდვილად და ამ რაღაც სასწაულების მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ძაღლებმა გვერდით ისე ჩამირბინეს რომ თითქოს არც კი შეუმჩნევი ვარ და დაეძგერნენ პირდაპირ ამას ჩემ დევარს ბუნებრივია მე დამკარგა ფანარმა და მეც დავკარგე თვალთა ხედვა ჩამივარდა სადღაც ფეხი და გადავარდი მარცხენა ფეხი ჩამივარდა გითხარით რომ ხელმარცხნივ ხევია ჩემს ხელმარცხნივ ჩამივარდა მარცხენა ფეხი სადღაც და გადავარდი პირდაპირ და გადავარდი ეკალბარტში და გადავარდი როგორ იცი თავდაყირა როგორ ცერა დავარ ჩავარდნილი ნუ ქუდიც არა მაგრამ ქუდი ვერ მიშველი და მაგრამ რომს მქონოდა მაგრამ წარმოვიდგინეთ ახლა მეკლები მაქვს თავში შერჭმული კისერში ყურებში ლოყებზე ხელებზე ამის პლაშს ამის ლაბადას ხელიდან არ უშვებ რომ ეს საბუთები სადმე არ დავკარგო და ამის იდენტიფიცირება არ მოხდეს შეიძლება გაიქცა კაცი მე რა ვიცი კაცო მე ახლა მე ხო არ ჩავაგდებ ამ კაცს და ამას ხო ხელს არ უშვებ ეს ცალი ხელი დაკავებული მაგრამ आज მეორეში ეკლები მაქვს შერწმული, ამაშიც ეკლები მაქვს შერწმული, მაგრამ ერთი ეკალი რავი სადაღარა მაქვს გამოდებული წარბებში და ერთი ეკალი ძალიან მაწუხებს, რომელიც ამაქვს ტუჩში გამოდებული, პირდაპირ. მაგრამ გაშეშებული ვარ, ესე იგი ცერადა ვარ, ოდნავ ცერად ჩავარდნილი და თავი ოდნავ წამოწეული მაქვს. აი ეს იყო ჩემი გადარჩენის პირველი ესე იგი საფუძველი იმისა რომ მე გადავრჩი ეს ჩემი ცერად ჩავარდნა იყო მე რომ თავდაყირა ჩავკიდებულიყავი რა თქმა უნდა იმდენ ხანს ვერ გავძლებდი მე დაახლოებით ალბათ შეიძლება ერთი 45 წუთი 50 წუთი რა შეიძლება 1 საათიც გავიდა მე ვერ გამოვთვლიდი მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა იმაში რომ სანამ ის ხევიდან ის მანქანა ამოათრიეს მე ეს ხმები მესმის მე ეს რომ გაირბინეს ბილიკზე ფანარით ამან ზაღლები მოიგერია ისროლა რამდენჯერ მე ზაღლები გაიქცნენ იმ ფერმების ხალხმა დაუძახეს ის ანუ რაღაცები ეს ხდება ეს ყველაფერი მესმის მე და აი ამ დროს ხდება ესეთი რამ რომ გარბის ვიღაცა ბილიკზე ანათებს მე ფეხები ჩემი ფეხები მაშინ დავინახე რომ ამ გზაზე პირდაპირ ამოტრიალებული მაქვს ფეხები ესეც ერთი სასწაული კიდევ ერთი სასწაული და რამ ესე იგი წარმოიდგინეთ გაირბინა ამ ბილიკზე მაგრამ ეს ფეხები არ ვიცი რაც ჩათვალა ტუფლები ეყარა რა ეყარა ვერ გავიგე იმ კაცმა რა იფიქრა როგორ წარმოიდგენდა რომ მე ფეხები მაღლა მექნებოდა აშველი და თავდაყირა ვიქნებოდი ჩავარდნილი ამ ეკლებში წარმოიდგინე ეს ვერ წარმოიდგინა იმან გამოირბინა ისევ ფეხებზე ფაქტიურად დამანათა და ვერ დაინახა ეს ტუფლები ნუ ფეხსაცმელების ძირები და არავინ აღარ შემოსულა მაგრამ მე ვარ გაშეშებული ვარ ეს ეკლები მეჭიდება თუთში რომ მეჭიდება ეს არის ყველა ეს საჭინელება
და როგორ დავახციო თავი, ეს მანქანა ამოათრიეს, ხმები ისმის, რაღაცები ისმის, შეძახილები იქიდან, აქედან და ეს ყველაფერი მიწყდა. მიწყდა და ეხლა ვფიქრობ, კიდე ვაცალე, რომ წავიდნენ ეს მანქანები, მაგრამ ქვემოთა მხარედან მოდის შუქი, როგორც ჩანს ქვემოთაც გადის გზა, ამ ხევის იქით მეორე მხარეს და მიგალკიანი ეს შუქი, ეს მანქანა დაარბის, რომ ვიღაცა გადარჩა. ხო, მე არ ვიცი ახლა იმ ქურდებს რა ბედი ეწიათ, იმ ხელოსანს რა ბედი ეწია, იმ ბიჭს ჩემ ახლობელს რა ბედი ეწია. მე ესენი არ ვიცი, ამ დროს არც ვფიქრობ მაგაზე, მე ვფიქრობ როგორ გამოვეხსნა ამ სიტუაციას და ხდება ასეთი რამე, რომ ვიწყებ განთავისუფლებას. როგორ? ხელები ეკლებში მაქვს, ხელებს ვერ გავატოკებ, ეკალპარჩი ვარ გახვეული. და ერთადერთი შანსი მაქვს, რომ ამ ლოყაზე რომ მეჭიდება ეს ეკალი, ნელა-ნელა მივწიო თავი, ძალიან მამწარებს. ლოყაში კი არა, ტუჩში, ბოდიში. ძალიან მამწარებს ეს და ამას ვიწყებ ამის გადააღრმას. ეხლა კბილები კარგი მქონდა ახალგაზრდობაში, დღესაც ჩემი კბილები მაქვს და რამდენიმე გავიფუჭე ძალად იმ კაკლისა და იმეების მტრევით, თვერაში გაინტერესებს, მაგრამ როგორ უვლიდი კბილებს მაგას გეტყვით, შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ, ეს იყო მარილი, რომლითაც მე კბილებს უვლიდი და დღემდე შერჩენილი მაქვს ეს კბილები. ხო და მართალია კიდე გეუბნებით რამდენიმე გავიფუჭე, მაგრამ გავიფუჭე ისიც ჩემით, თორე შეიძლება არც ერთი კბილი არ მქონოდა გაფუჭებული. და ხდება ისე, რომ ამას ეს გადავღრღენი ეს, რა ქვია, ეს მომეშვა, ეს ლოყაზე, რომელიც ეს ღერო კბილებით იმას ვქენი. მერე დადგა საკითხი ეს წარბზე მეჭიდებოდა ერთი ავწი, ეს ღერო ვიპოვე, ახლა ის გადავღენი, ყურში მეჭიდებოდა ერთი ისა და ჩავვარდი სადღაცად და არ გინდა კაცო კიდე ერთი სასწაული, ესე იგი ბედი ხო გინდა? ხევია რაღაცა ძალიან ღრმა, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას, სადაც მე გადავვარდი, რაღაცა პატარა ბექობია, კაცო. და ერთი რაღაც მეტრა ნახევარია თუ რაღაც და ამ მეტრა ნახევარ ამ იმეებში ეკალბარდებიანად ჩავვარდი. ჩამყვა იქ რამდენიმე ღერო, მართალია მაგას ღავჩივი, კაცო, გამთავისუფლდი და დავვარდი ისეთ ადგილას, ეხლა არაფერი არ მტკენია მართალია, მაგრამ საშინელება იქნებოდა მე რომ იმ ღრმა ხევში გადავვარდნილიყავი. დავილეწებოდი ფაქტიურად და ჩავვარდი ისეთ ადგილას, სადაც ამ ბექობზე გარშემო ისევ ეკალბარდები, ანუ რაღაცა რო იყოს და ის ზაღლები მოვიდნენ, ვერ გადმოვლენ ამ ეკალბარდებზე. ესე იგი, ადგილზე ვზივარ რაღაც სასწაულად რა, მოყუჩებული ვარ, მაბადიეთ ამ სიტყვაზე და ამ დროს გადის დრო, ახლა შუაღამეა გასულ. ამ დროს ვიღაცა უახლოვდება ამ ჩემს ადგილს, ამ ბილიქს და უსტვენს ჩუმად. ფიქრობ ახლა, მილიცია მცდის. ესე იგი, ესენი დაიჭირეს, გადარჩა ერთი ჩემი სახით და მე მცდის მილიცია, რომ ესე იგი, ამ სტვენაზე გამოვალ, მეგონება ის ჩემი ახლობელი და გამოვალ. და ხდება ესეთი რამე. ხდება ესეთი რამე, რომ იმ ძუკუსი არ იყოს რა, დამიძახა ერთხელო, დამიძახა მეორე და სულ არ მოიღე ხმაო, გავჩუმდი რა. ხო და გავჩუმდი, ეს გავყუჩდი, დადის ეს სტვენით, კაცო, პერიოდულად უსტვენს. თურმე ეს ჩემი ახლობელი მეძებს, კაცო, გადარჩა ეს. და არ მეძახის, რომ ისიც ფთხილობს რა თავის ხმაზე, თან მე სახელს არ დამიძახებს და არ გამოვედი. ამ ჩემ ძებნაში, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო დაუჭერიათ. იმიტომ რომ ზემოთ ასულა და დაუჭერიათ, რომ მიუყვანიათ იქ, ეს უკვე მერე ვიცი, მიუყვანიათ იქ, ქურდებიც იგაყოფილან, ის ხელოსანიც იგაყოფილა და ქურდები როგორ დაუჭერიათ. ესე იგი, ბუნებრივი ახლა ეს ხელოსანი იქვე დაიჭირეს, ის საცოდავის ადუნაც ასულიყო, ან რა ჰქონდა დასამალი. და ეს ქურდები კიდე სადღაც დაიმალნენ და გარკვეული დროის შემდეგ გამოვიდნენ ტრასაზე, სადღაცას დაინახეს, რომ მანქანა მოდის, მანქანას დააკვირდნენ, რომ ჩვეულებრივი მანქანა და იფიქრეს, რომ ეს ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანია,
გაუქნიეს ხელი ახალგაზრდა კაცია, გაუჩერად ჩაჯდნენ და უთხრეს შენი ჭირიმე აქედან გაგვიყვანეო და რამდენსაც გვეტყვი იმდენს მოგცემთო რა. ოღონდ გაგვიყვანე აქედანო და ესე იგი, კიო, მაგრამ ეხლა თქვენო უკანა მხარესო ჩაწექითო რომ არავინ არ დაგინახოსო იმას უთქვამს რა. ხო და მე ერთი პატარა საქმე მაქვს ერთ ადგილას გავაჩერებო და მე თბილისში მივიდივარ და წაგიყვანთო რა. ხო და რას ლაპარაკობთო კაცო თქვენ უკან ჩაწექით რომ უბრალოდ არ დაგინახოთ ვინმე მანქანა მოეს მილიციის მანქანები დარბიანო და მე არავინ არ გამაჩერებს უკან თქვენ უბრალოდ ჩაწექით უკან. ნუ ეს ქურდებმა თავი დასციეს რა თქმა უნდა ჩამჯდარანი უკანა იმებზე სიდენიებზე დაუწევიათ თავი რომ არ გამოჩენილიყვნენ და ცოტა ხნის შემდეგ ამ კაცს მიუყვანია მილიციასთან. გამოუხსნია კარები და უთქვია რომ უგროზისკის უფროსი ვარო, სამზებროს უფროსი ვარო, ამ ოპერაციას მე ხელმძღვანელობდიო და გადმოვბრძანდით ბატონებო დაბლაო. და ესე მიუყვანიათ ეს ქურდები, ესე დაუპატიმრებიათ ეს ორი ქურდი ჩემობატონო, რომელსაც არც მანამდე მენახა, არც მას შემდეგ არც ვიცი ვინ იყვნენ და ერთი სიტყვით ესეთი რამე მომხდარა. ეს ბიჭი კიდე ჩემი ახლობელი, ესე დაუჭერიათ ჩემ ძებნაში, ზევით ასულა და იქაც არ ვიცი რა იმ სახლებთან თუ ვიღაცა ყოფილა ჩასაფრებული თუ რაღაცა, ამისაც უტაცნიას ხელი დაუჭერიათ. ერთადერთი დავრჩი მე, ხა როგორ გამოვიდი აქედან. და სწორედ იმას გეუბნებოდით, რომ აქედან რამდენიმე ეპიზოდი რაღაც ციგში მაქვს შეტანილი, იმიტომ რომ რაღაც უკავშირდებოდა იმ ციგს, იმიტომ რომ ოპერატიული ჯგუფები იყო გამოძახებული. აქ იყო ერთი ამბავი შეყრილი, საშინელი ამბები ტრიალებდა, რა ვიცი, მანქანის გატაცებაო, ერთი ამბავიო, თან ქურდები რომ დაინახეს საქმეში და რამე. ნუ არის ძალიან დიდი ამბავი და ნუ შეიკრა მთელი გზები არის შეკრული და გადაკეტილი გზები, დაარბის ეს მიგალკიანი მანქანა, გარშემო ურბენს ამ ადგილს, ეს ფერმებია, ნუ რაღაცა გაუვალი ადგილი, ვფიქრობ საიდან გავიდე, ერთადერთი ვარიანტია რომ ქვევით წავიდე. მაგრამ ქვევით რო წავალ, ზაღლები არიან ამ ფერმის ზაღლები, მაგრამ ნუ ეს იმათთან შეხვედრა მირჩევია იგზემო დაჭერას. სხვათა შორის იქ რო ჩავარდნილიყავი, შეიძლება ჩემი ცხოვრება სხვანაირადაც წასულიყო და მოვდივარ, ჩამოვხდი ამ ხევში, ჩამოუცოცდი როგორც იქნა, გამოვედი ამ ეკალბარდიდან როგორც იქნა, ჩამოვცოცდი, ჩავხდი ამ ხევში და რო ჩავხდი ამ ხევში, გამოკანდნენ ზაღლები, რა ვიცი, ერთი 30 ზაღლი და ეხლა მანამდე ვიცოდი ზაღლის ფსიქოლოგია, თუ ზაღლი სამ შემთხვევაში დაგესხმება თავს, ზაღლი რომელიც არის სოფიანი, ზაღლი რომელიც არის დაბმული და ღამეაშვებული, რომ თავის ტერიტორიაზე ადამიანი არ გაატაროს და ზაღლი რომელიც არის გააწვრთნილი იმისათვის, რომ თუ ვინმეს დაინახავს, დაატყვევოს. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ზაღლი, რომელიც თავისუფლად არის გაშვებული, თუ საშიშროებას არ იგრძნობს შენგან თავდასხმისას, ის ზაღლი არასოდეს არ მოგეტანება და არ გიკბენს, იმიტომ რომ მან უკვე შენ დაგიმორჩილა, ფიქრობს რომ შენ დაემორჩილე მას და შენ მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენ, მე ჩავჯექი და რო ჩავჯექი თქვენ ესე გიყვებით, მაგრამ ვაი იმას მომენტს, როცა მე იქ გარკვეული რაღაცა შიშის დაძლევა მომიხდა, იმიტომ რომ ახლო მოჰქონდათ ამ ხელა თავები ჰქონდათ ზაღლებს და მსუნავდნენ და სახეზე და წარმოიდგინეთ ერთ რო პირი დაეღო და ყელში ესე იგი ეტაცა პირი ჩემი რა ქვია ის აღარ დარჩებოდა ნაპურჭყალი იმაში რა ქვია აქეთ იქით ეყრებოდა ჩემი ისინი იმდენი ზაღლები იყვნენ ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ გვერდზე გავიდნენ და ნუ მე უკვე მოუმატე ხმას უკვე აეო რამე და ვიღაცამ გაიგო მე უთხარი მომაშორე ზაღლები ბიჭო წაიყვანე ვინახა რა დაუზაღარ ექსა რაღაცები წავიდნენ ეს ზაღლები გამოვაგრძელე ქვევით გზა უკვე განთავისუფლებული ვარ ხევში მოვდივარ უკვე თავისუფლად ამ ფერმებს გამოვსდი და ეს მანქანა რომელიც ქვევითა გზაზე დარბის პერიოდულად გარბი გამორბის აი ეს ყველაფერი ხდება და ჩავწექი გზის ნაპირას ამ მანქანამ რამდენჯერმე გაირბინა და ვხედავ რომ მოდის ქვემოდან ძალიან ნელი სვლით დატვირთული რიჟრაჟი უნდა წამოვიდეს უკვე ესეთი მომენტია და მოდის ცემენტის, აი გრძელი მანქანები რო იყო რაღაც ესეთი აი ცემენტით დატვირთული მანქანა, ნელი სვლით, პატარა აღმართიც არის იქ და ესე ძალიან ნელი სვლით მოვიდა, გადავცოცდი სანამ ეს მანქანა თან დავაკონტროლე მიმდებარე ტერიტორია ვინმე არ მდგარიყო, იმიტომ რომ იმ მანქანა რო აირბენა იმ შუქებზე რომ დავინაშებოდი რა ქვია, ვაკონტროლებდი რომ
სადმე ვინმე არ ყოფილიყო ჩამდგარი, გადმოუცოცდი, ვიფიქრე თუ ამ მანქანამ ესე ამ მანქანას ესე იგი შევახტებოდი და ქვემოდან ანა მოეკვრებოდი, ანავე, მაგრამ ესეც არ იყო სანდო, იმიტომ რომ გასასვლელებში აუცილებლად იქნებოდა მილიცია ჩამდგარი და ნუ სხვა არაფერი გზა არ მქონდა, როდესაც მომიახლოვდა ეს მანქანა, წამოვდექი და დამინახა და გამიჩერა. და რო ავედი ამ მანქანაში, ფაქტიურად, ნუ ბუნებრივად მივესალმე, მომესალმა, კაცი იყო ცოტა, ნუ სადღაც ერთი ალბათ 50 წლამდე და ესე იგი რომ დაინახა რომ ეს ტყავის ის მიჭირავს ხელში გვერდზე დავდე რა და რა გინოდაო, რასაკეთებდიო რა, ის შემეკითხა ალალად რა და მე ვთქარი ყარაულად მუშაობ მეთქი, აგერ მეთქი, ბავშვი ვარ, რა უნდა მოიფიქრო, მე იმდენი ის კი არა, მაგრამ გამოცდილება რომ რაღაცა რა უნდა უთხრა, რა უნდა მოვატყუო ისეთი რომ ამან, მაგრამ რაც მომადგა იმ მომენტში პირზე, მეთქი ყარაულად მუშაობ და ჩემი სმენა ცოტა ადრე დავიბარე მეთქი, იმიტომ რომ სტუმრებს ვერ ველოდები მეთქი და მინდა რომ დაწყნარებულად დავხვდე მეთქი რა და გამზადებული დავხვდე მეთქი. ხო და რამდენი წლის ხარ რომ მითხრე? და ჩემი წლოვანება რო უთხარი 20 წელის რო კი მაგ დამთავრებულიო. ეხლა შენ მან წინ ჩაწექიო მითხრა. რო დაინახა სარკეში რო ის მიგალკიანი მანქანა მორბოდა და მე ავწრიალდი. შემატყო რა, ეხლა ეს გამოცდილი კაცი იყო გასო. ხო და ჩაწექიო და უკანა მხარეს ერთი ბუშლატა არისო, ის გადმოიღე მანამდე და გადაიფარე, როგორც შეგიძლია ისე მოიკრუნჩხე და დაიფარე ზემოდან ეს ბუშლატა. ნუ დავემორჩილე, სხვა გზა მქონდა რომ დავემორჩილე რამე და ჩავწექი იქ და ეხლა მელაპარაკება რომ გასასვლელშიო დგასო ეს სხვა რაიონში მინის რა და გასასვლელში დგასო რამდენიმე მანქანაო და ყველა იმას გააჩერებენ და ბუნებრივია მეც გამაჩერებენ, მაგრამ მათგან დაახლოებით 10 მეტრში წყალი მოდისო, მე იმ წყალთან გავაჩერებ მანქანასო, შენ არ გატოკდე საერთოდ და მე ავხდი კაპოტსო და ვითომ წყლის დამატება მჭირდებაო, ამ იმიტაციას გავაკეთებო და იქნებ როგორმე გადავრჩეთო. იმათ რაღაცები დაუძახეს, ვინმე ხო არ შეხვედრიაო, ამან უთხრა, ვინა შემხვედროდაო, ტყეში და ღრეში, ხო და ერთი სიტყვით რაღაცნაირად გავედით რა. გავედით და მე ამ კაცის დახმარებით მოახერხე ამ ტელეფონზე დარეკვა. აი ეს მომენტი ყოფილა თურმე თბილისიდან რო აწკრიალდა ზარი, რომ პროკურორი გადიოდა უკვე და ქურდები ყავთ დაჭერილი კაცო რამე და აბა ეხლა როგორ და რანაირად და გადის რომ ესე იგი პირდაპირ რაც შეიძლება ჩქარა გასცეს სანქცია და მიუსწრო ზარმა ამ პროკურორს რომ ესე იგი გამოვდიოდიო მე ამ პროკურორს უთქვია იქ იმიტომ ჩემ ახლობელმა მითხრა იმან თვითონ პოლიციის მილიციის უფროსისთვის უთქვამს და ისეთმა ადამიანმა დარეკაო თბილისიდან რომ ესენიო ეხლა მე რომ ამათ რო სანქცია დავადოო მე ჩათვალე რომ ხვალიდან სამსახურში აღარ უნდა გავიდეო. ერთი სიტყვით ნუ გამოუშვეს სუყველა, ეს იყო ჩემი თავგადასავალი, დიდხანს მქონდა ეს ეკლებისგან ეს დაკაწრული მთელი რავი თუ სადმე რამე საშინელად მდგომარეობაში ვიყავი ამებს ვიშუშებდი და მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ახალგაზრდებს განსაკუთრებით იმათ, ვისაც არ ყავთ ესე იგი დამრიგებელი ადამიანი და არ ყავთ ისეთი ახლობელი, ვისაც გული შესტკივა, მე ვცხოვრობდი ისე რომ და ვცხოვრობდი ფაქტიურად მარტო და მე რომ მაგალითად სადმე მივიდიოდი, რომს დავკარგულიყავი, შეიძლება წლები არავის მოვეკითხე. ამიტომ თუ ვინმე ხართ ასეთი, არა აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ცოტა ისეთი
ოჯახებიდანაც იყოთ ადამიანები, არ უნდა დაუშვათ ესეთი შეცდომა, ბრმად არ უნდა წახვიდეთ არსად, უნდა იცოდეთ თქვენ გაქვთ იმის უფლება იკითხოთ, სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ და ასე შემდეგ, მით უმეტეს თუ თქვენ ცხოვრებას ეწინააღმდეგება რაღაც თქვათ ის გარკვეულწილად ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. მე გეტყვით კიდევ ერთხელ დაბოლოებისას მადლობა ყველას, ვინც წიგნის გამოცემისთვის მეხმარება. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ადამიანები გამოჩნდნენ ჯერჯერობით. მე მოგიწოდებთ, რომ ადამიანებმა, ქართველებმა, ვისაც შეგიძლიათ რომ დახმარება გამიწიოთ გარკვეულწილად ერთი წიგნის გამოცემაში მაინც დევს ჩემი ანგარიშები, დამიკავშირდით, ტელეფონიც ადევს და ბოლოს ის იმ ფირდოუსივით არ მომივიდეს, რომ მეფემ შახმა როდესაც გაუგზავნა ვერცხლი შაჰნამეს ავტორს, მაშინ უკვე მკვდარი იყო. რა ვიცი, ახლა ადამიანები ვართ, მე არ მინდა რომ ძალიან ესეთი უბრალოდ ჩემთვის ყოველი დღე უკვე ბედნიერია, ხნეს მივატანე, ვინმესთვის თუ უბრალოდ დროს ტარება თითოეული დღე, ჩემთვის უკვე ძალიან დაახლოება არის ყოველი დღე სიკვდილთან, მით უმეტეს არა ვარ ჯანმრთელად და ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ქართველებო, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, მე არ გეუბნებით გაჭირვებულ ხალხს, ქრისტეს ამალას, რომელსაც არაფერი გააჩნია, მე ისინი არც არასოდეს მიგულისხმია და არც არასოდეს მიუმართავ მათ, რომ ვიღაცამ პურის ფული გამოიკლოს და მე გამომიგზავნოს, მით უმეტეს მე არ მიჭირს არაფერი ისეთი, რომ ლუკმა პური არ მქონდეს, მაგრამ არც ხელგაშლით არ ვცხოვრო. გადმომიგზავნეს რამდენიმე ადამიანები მიგზავნიან რაღაცას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აი ამას გთხოვთ შეძლებულ ადამიანებს, შეიძლება თქვენ ჩათვალოთ, რომ თქვათ 100 ევრო და 150 ევრო არაფერია, მაგრამ ჩემთვის შეიძლება შეიკრიბოს თქვათ იმდენი ხალხი, რომ ის 100 ევრო აღმოჩნდეს თქვათ შეიკრიბოს და აღმოჩნდეს ერთი წიგნისთვის მაინც საკმარისი. ასე რომ რა ვიცი, შეხედეთ წიგნი, რომლის გამოცემაც მინდა მძარცველი ჟურნალისტი ქვია მას, მისი ერთი პატარა ეპიზოდი დავდე მან და შეგიძლიათ მოусმინოთ მას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ბევრი ნახვა და ნაკლები მოწონება, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ხალხი უსმენს, რომელი ხალხიც მოწონებას არ უსვავს იმისათვის, რომ რაღაცა შეიძლება არ უნდა რომ დაფიქსირდეს, არ ვიცი, ახლა მე მაგას ვერ გავსაზღვრავ. ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ, მე სულაც არ გთხოვთ თქვენ მაგალითად ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ გინდათ რომ დაუშვათ მოიწონოთ, ნუ მოიწონებთ, მაგრამ მოусმინეთ. და აი ეს არის ჩემი სათხოვარი, მეტი სათხოვარი არაფერი მაქვს. დანარჩენ შემთხვევაში მე ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება ასე, რომ თავგადასავლები კი მრავლად ამაქვს, მაგრამ მე როგორც გითხარით, შეიძლება კიდე 1-2-3 რაღაც მოგიყვეთ, მაგრამ არა ვთქვათ ასეთი ხიფათიანი, უფრო მაგალითად რაღაცა სახალისო და ნახოთ ახლა ვის რა ინტერესებს, აქედანაც გასაგებია უკვე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა რო ხანდახან განვიმოხდოთ, სანამ წიგნის კითხვას დავიწყებ, ეს წიგნისა, რომელიც არის საბჭოთა მზვერავის ვაჟი გამოცემული წიგნი 2020 წელს. კიდევ ვიმეორებ, ეს არის 240 გვერდიანი წიგნი, ამას პერიოდულად წავიკითხავ, შეიძლება ყოველ დღეც წავიკითხო, შეიძლება 2 დღეში ერთხელ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ მოусმინოთ ცხოვრება ადამიანისა ნახოთ, რომლის ცხოვრებაც ჯოჯოხეთად აქცია საბჭოთა კგბ-მ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, უნდა შევძლოთ და რაღაცით შევებრძოლოთ ამ გარყვნილ ლიტერატურას, რომელიც მოზღვავებულია საქართველოში და ადამიანის ცნობიერებას ანადგურებს და სხვა დანარჩენი შეიძლება მე სხვამაც მომბაძოს და იმანაც რაღაც სული შეიტანოს და
ასეთები ალბათ იქნებიან უბრალოდ კიდევ ვიმეორებ რაღაცა დონეზე ვიბრძვი მარტო კაცი და მარტო კაცი მიხდება იმის ბრძოლა რომ ის არ არის ის ამოიღე ის გადაიღე და ამ ცენზურას და იმას მე ვერ დავემორჩილები წიგნს მე ვერ გავანადგურებ და ვიღაცების შეკვეთებს ვერ შევასრულებ აქედან გამომდინარე გთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას ვისაც რითი შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ გამოიღეთ ხელი არა ჩემთვის, არამედ ქართული ცნობიერების ასამაღლებლად, რომელიც იმ დონეზეა დაცემული, რომ ჩვენ შორის უნდობლობა წარმოქმნა, უნდობლობამ კი უკვე სოციალურ ქსელში ეტყობა რა სიძულვილის პირასა ვართ მისული. ადამიანები უკვე უშვერი სიტყვებით ლაპარაკობენ, იგინებიან ქალების თანდასწრებით, უკვე ზოგიერთი ქალიც ბაძავს ამ ყველაფერს და ნადგურდებით როგორც ერი. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.